რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე, მოსკოვში, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში და ეს უკანონობა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. 500-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან 50-ზე მეტი ადამიანი დღემდე რჩება საპყრობილეში და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპარს, მათ საქმიანობას და სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმული და სწორედ ამ ძალებზეა საუბარი, რაზეც არის სულ სხვანაირად დამონტაჟებულ მასალაში წარმოდგენილი რუსული არხის მიერ. სამწუხაროა ის, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია საშუალებები ასევე იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, ქართული ოცნების, ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ნახე გუშინ, რომელიც კითხვის დაშლის გარეშეც კი, პრინციპში გადამოწმების გარეშეც კი, ფაქტების გადამოწმების გარეშე იმეორებენ კრემლის მესიჯებს. ეს ჩემთვის იყო ერთგვარი ილუსტრაცია, ძალიან ნათელია თუ ვინაა კრემლის დასაყრდენი საქართველოში, ხელისუფლებაში, ვინ ტირაჟირებს მის